მე პირველ რიგში ძალიან ბევრი კითხვა მაქვს თვითონ აი ამ კონკრეტული Facebook პროფილის ავთენტურობასთან. იმიტომ რომ რამდენადაც ვიცი, არ არის ნამდვილი ადამიანი და მის უკან დგანან გარკვეული კონკრეტული პირები, რომლის სახელებიც უბრალოდ კომენტარებში დამიწერეს ესე დასაბუთებით, თუმცა რა თქმა უნდა ვერავის ესე ხელს ვერ დავადებ იქამდე, სანამ არ იქნება გამოძიება ჩატარებული. რას ემსახურება ეს ჩემს წინააღმდეგ აკორებული კამპანია, ეგეც არ ვიცი და იქიდან გამომდინარე დადგინდება, როცა მივმართავ სასამართლოს და დავიცავ ჩემს უფლებებს, იმიტომ რომ რა ვიცი, მე არ გავრბივარ, არასდროს არ გავქცევი ვარ პასუხისმგებლობას საკუთარ განცხადებაზე თუ ქმედებაზე ყოველთვის ვიყავი პასუხისმგებელი. რაც შეეხება იმას, რომ მე ან ფარისეველი ვარ, ან რუსის აგენტი, რასაც კომენტარებში მიწერენ, და კიდე სხვა მსგავსობას, აუცილებლად უნდა გქონდეთ ამაზე დასაბუთებული პასუხი, იმიტომ რომ რამდენადაც ვიცი, ღირსების შელახვა და მიზანმიმართული რეპუტაციის შელახვა, რომ შეეშალოთ ადამიანებს საქმიანობაში ხელი, და ღირსების შემლახველი სტატუსები და კომენტარები ისჯება კანონით. შესაბამისად, მე არ ვაპირებ, რომ ხელჩართული ომი გავმართო კომენტარებში და ცილის წამებით უპასუხო. ამისთვის არსებობს სასამართლო, ამისთვის არსებობს სამართლებრივი დაწესებულებები და მივიყვან ბოლომდე ამ საქმეს სადამდე როგორ შორს წასვლაც არ უნდა დამჭირდეს. ნინი, კი ბატონო, მეკითხეთ თქვენ აი სამიზნე რატომ შეიძლება იყოთ? ეხლა მაყურებელი დარწმუნებული ვარ ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა არის რაღაც ქვეყნდება სია, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების იმ პირების, რომლებიც რუსულ პოლიტიკას თუ ოკუპაციას ღიად აპროტესტებენ, ხო ეს არის ერთ-ერთი საკითხი და თქვენს კომენტარშიც აღნიშნეთ, რომ ვერავინ აგიკრძალავთ თქვათ, რომ რუსეთი ოკუპანტია. ანუ მთავარი ამბავი რა არის, ნინი, როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება ეს ყველაფერი? ჩვენ ხელისუფლების ვრცელ კომენტარებსაც ვკითხულობთ რუსოფობიურ კამპანიებსა თუ სხვა საკითხებზე, მაგრამ ეხლა ამაზე თქვენთან არ ვისაუბრებთ, უბრალოდ აი თქვენ ნაწილზე მინდა გკითხოთ, რატომ არის სამიზნე? როგორ ფიქრობთ სახელოვნებო სფეროს კონკრეტული წარმომადგენლები თუ ის პირები, რომელთა შესახებ თქვათ გარკვეული ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ თქვენ შემთხვევაში ეს არც სიმართლეს შეესაბამება, ხო? არ შეესაბამება ნამდვილად სიმართლეს და ესე თავგამოდებით არ გამოვარდებოდი ესე რა ვთქვათ ბრჭყალებში სოციალურ ქსელში და არ დავიწყებდი იმაზე ხმამაღლა ლაპარაკს, რომ დამიმტკიცეთ მაშინ თუ მე რუსეთში სადმე როდესმე მიმღერია, რომს მემღერა ეს და უმღერია ჩემს ძალიან ბევრ კოლეგას. ეს არ ნიშნავს, რომ ერის მოღალატეა, ან უფლება არ ქონდათ რა. პირიქით მე ყოველთვის ვიცავდი ამ ადამიანებს და ვამბობდი, რომ სადაც შეუძლიათ, რომ რეალიზდნენ, იქ მიდიან, იმიტომ რომ რუსეთშიც ძალიან დიდი ქართული დიასპორა ცხოვრობს და ის ემიგრანტები, ზუსტად ისეთივე ემიგრანტები არიან, როგორიც მე ვარ და სადაც მივდივართ ხოლმე კონცერტის ჩასატარებლად. ყველა მათი არჩევანია, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, მე რა უფლება მაქვს ვინმეს ან ერის მოღალატე და უძახო ან მსგავსი ეპითეტი შევა მკოხო, არასდროს არ ფიქსირდება ესეთი ფაქტი უბრალოდ, ანუ წარმოუდგენელია ის, რასაც ჩემი მისამართით წერენ. მე ღიად და ყოველთვის საჯაროდ ვაფიქსირებდი ჩემს დამოკიდებულებას რუსული აგრესიის მისამართით, ეს იყო აფხაზეთი თუ ეს იყო სამარჩაბლო. ყოველთვის ღიად ვამბობდი, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. არ ვიცი, ეს თუა ვინმესთვის ყელში გაჩხერვის მიზეზი, რომ ანუ მე გავჩუმდე, ვერ გავჩუმდები და არ გავჩუმდები არასოდეს და კიდევ ვიმეორებ, არ ვიცი, რას ემსახურება. ეს კამპანია დაიწყო შარშან ჩემი სახელის ხსენება. ეხლა მე ვერც ერთი მომღერლის, ვერც ადვოკატად გამოვდგები და არც არავის მაგივრად ვისაუბრებ. ყველამ ჩვენი თავი უნდა დავიცვათ ისე როგორც შეგვიძლია. შარშან დაიწყო პოსტივიმ, გააჟღერა ჩემი სახელი, როდესაც თითქოს მე 2012 წელს რუსეთში მართავდი კონცერტებს, აგვისტოს ომის მერე ხას გავუსვამ და ანუ მაშინაც მივწერე და ვუთხარი, რომ მეგობრებო, შეცდომაში ხართ შეყვანილები, იმიტომ რომ ანუ 2005 წლის შემდეგ სატრანზიტო გზითაც კი არ ვარ რუსეთში შეფრენილი თქო და
არანაირი რეაგირება ამას არ მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც ძალიან თბილად თხოვე, მკაცრადაც დაუწერე სტატუსი, არანაირი გამოხმაურება ამას არ მოყვა და 1 წლის თავზე როგორც რამდენადაც მე ვიცი, რაღაცა fake პროფაილი აჟღერებს ისევ იგივე თემას. ეხლა უკვე უფრო მობილიზებულები, იმიტომ რომ ვინც კომენტარს წერს, მგონია რომ ეს არის რაღაცა ტროლების თუ რაღაც fake account-ების კომენტარები, რომელიც არ ვიცი, მე გაუგონარი სიტყვებით მოანძღავს. და მაბრალებს სხვადასხვა სისაძაგლეებს, თუმცა, როდესაც ამას სამართლებრივი ფორმა მიეცემა, დგინდება, რამდენადაც მე გავიგე, აი ამ fake account-ების უკან ვინდგან, ანუ ვინ შექმნა ეს account-ი რა. ამ ადამიანების ავთენტურობა შეიძლება რომ დადგინდეს. ამიტომ კიდევ მითების დეტექტორი არის ესეთი ორგანიზაცია, რომელიც ამბობს, რომ მათი კვლევით ეს account-ი ტროლია, ხომ? ამაზე ჩვენ ვნახეთ უკვე გავრცელებული ინფორმაცია. დიახ, ნინი, თქვენ ხო იცით, ანუ ეს რა კამპანიაში ხართ, ასე ვთქვათ, მოყოლილი, რომ ანუ ხელისუფლების წარმომადგენლებიც ამბობდნენ, რომ აი, როდესაც რუსოფობიაზეა ლაპარაკი, თუმცა თქვენ ასევე აღნიშნეთ კომენტარში, რომ არანაირი რუსოფობია არ ხართ და თქვენ ხაზს უსვამთ იმ აგრესიას, რომელსაც ეწევა რეჟიმი, ოკუპანტი რეჟიმი, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში. ხო, ამას აფასებთ ხოლმე სწორედ. პერიოდულად კი ეს თქვენი აქტივობა ის შესახებ ინფორმირებულია მაყურებელი. ანუ აქ რეალურად ხო დამავიწყე ხა რაც მინდოდა მე თქვა, ანუ რა კამპანია არის, რაშიც ხართ ასე ვთქვათ მოქცეული, რომ 2008 წლის შემდეგ ვთქვათ არ იყვნენ ეს ადამიანებიო, რუსოფობებიო ითქვა და 2022 შემდეგ გახდნენ და ორმაგ სტანდარტზე იყო ლაპარაკი. ანუ ამ თავარი ამბავი იყო ამოსავალი ეს, რომ ვთქვათ ორმაგი სტანდარტია თავარი პრობლემა, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით სახელოვნებო სფეროს ესა თუ ის წარმომადგენლები იჩენენ. ძალიან ვრცელი სია იყო იქ, სხვათა შორის ავტორიტეტული ადამიანები, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ქართული კულტურის განვითარებაში, ეს სუხიშვილები, პაატა ბურჭულაძე, ნიკოლოზ რაჭველი, ნაწილის პასუხი ხელისუფლებამ მოისმინა და თქვენ თქვით, რომ ამ account-ს უპასუხებთ და ეს იქნება თქვენი პასუხი სამართლებრივი დავა? დიახ, არა მხოლოდ ამ account-ს უპასუხებს, საიდანაც წამოვიდა ეს სრულ ინფორმაცია, რომელმაც გაავრცელა, რასაც წყაროს ეძახიან. და იმ ადამიანებს ყველას, ვინც ემსახურება აი ეს სპეციალურად და მიზანმიმართულად იმ ადამიანების რეპუტაციის შელახვას და ღირსების შელახვას, ვინც არაფერ შუაში არიან ამ კამპანიაში, რომ იყვნენ მოხსენიებულები და არ ვიცი მე რატო ამარჩიეს, თუმცა მაგასაც ალბათ დრო გვიჩვენებს. კი ბატონო, წარმატებას გისურვებთ ნინი, ალბათ გექნებათ გეგმა, რას როგორ იზამთ და ჩვენ ცხადია თვალს მივადევნებთ ამ პროცესს. კი ბატონო, რაც უფრო რა დროც არ უნდა დამჭირდეს, ჯერ დავიწყებ საქართველოდან და შეიძლება თუ ესე გაგრძელდა და დაჭირდა, სავარაუდოდ შემიძლია რომ სტრასბურგამდეც მივიტანო საქმე. ადამიანის უფლებებისთვის. მადლობა, დიდი მადლობა. დაგემშვიდობები, წარმატებას გისურვებ.